შენ ვერ დაინახავ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მაგრამ მისი მოქმედება შეგეხება შენ, შენს თავისუფლებას, პირად ცხოვრებას, შენს ოჯახს, მეგობრებს, მეზობლებს. რა გვჭირდება უსაფრთხოების სამსახურისგან? უსაფრთხოების სამსახური უნდა გვიცავდეს მტრული სახელმწიფოების მოქმედებისგან, ტერორისტული აქტებისგან და ძალადობრივი ჯგუფების შემოტევისაგან. საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ასეთი სამსახურების ეფექტურობა. პრობლემა წარმოიშვება მაშინ, როდესაც ეფექტურობის სახელით ადამიანის უფლებები ირღვევა. უსაფრთხოების სამსახური ხელისუფლების ხელში გარდაიქცევა საფრთხეთ საზოგადოებისთვის, ანუ იქცევა პოლიტიკურ პოლიციად. როგორ უნდა მივაღწიოთ ისეთ სუსს, რომელიც ეფექტური იქნება სახელმწიფოს ინტერესების დაცვაში და ასევე არ დაჩაგრავს მოქალაქეს. ჩვენი აზრით, გამოსავალი არის სუსის პოლიტიკური და თემატური დანაწევრება. განსხვავებული ფუნქციის მატარებელი სააგენტოს კონტრდაზვერვის, დაზვერვის, სამხედრო დაზვერვის, ანტიტერორისტული ჯგუფების პოლიტიკური თავი მინისტრი ეყოლებათ. გარდა ამისა, თითოეულ სააგენტოს ეყოლება თავისი ტექნიკური ხელმძღვანელი დღიური ოპერაციებისთვის. თითოეული სააგენტო ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის და პრემიერ-მინისტრის წინაშე. შედეგად, რამდენიმე მინისტრს ექნება ხელში ძალაუფლების ნაწილი, რაც შექმნის ბალანსს და შეამცირებს ერთი პოლიტიკური ხელმძღვანელის ქვეშ დიდი ძალაუფლების მოხვედრის რისკებს. ამასთან, თუ რომელიმე მიმართულება ჩავარდება, მტრის მხრიდან გადაბირების, კორუფციის ან არაკომპეტენტურობის გამო, სხვა მიმართულება დაასრულებს. ხუთი დამოუკიდებელი უწყების შემთხვევაში საჭირო არის კოორდინაცია, რასაც შეითავსებს დაზვერვის საბჭო თავისი ანალიტიკური სამსახურით. ამ სამსახურის ფუნქცია იქნება უსაფრთხოების ინფორმაციის გაცვლა და შეჯერება, რასაც შემდეგ მიაწვდის პრემიერ-მინისტრს და უშიშროების საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილებისთვის. დღეს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ფლობს სრულ საგამოძიებო მანდატს. მას აქვს უფლება დააკავოს პირი და ასევე ჩაატაროს გამოძიება. როდესაც ერთ სტრუქტურაში არის თავმოყრილი ანალიტიკური, ოპერატიული და აღმასრულებელი ფუნქციები, არსებობს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების მაღალი რისკები. ჩვენ გთავაზობთ გამიჯნულ მოდელს, რომლის მიხედვითაც უსაფრთხოების სამსახურის მთავარი ამოცანა იქნება ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და პრევენცია და არა დაკავება ან ძალის გამოყენება. სუსის თემატური და პოლიტიკური დანაწევრება და ასევე საგამოძიებო უფლებების ჩამორთმევა შექმნის სისტემას, სადაც დაცული იქნება როგორც სახელმწიფო, ასევე მოქალაქე. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება შეიცვალოს არსებული სუსი?